მოგესალმებით, გამარჯობა, მეგობრებო. გამარჯობა, მეგობრებო, შეიკრიბეთ და დავიწყოთ ლაივი. ამას მერე ამოვჭრი რო TikTok-ზე უშნოდ არ გამოვჩნდე. და. ხო. ერთ რამეს მივხვდი რომ ლაივს რო ვიწყებ, ცოტა ხანი უნდა დავილოდო ხოლმე, იმიტომ რომ ზოგჯერ დასაწყისში მაგარ რამებს მოვხდა და ხალხი ვერ იგებს. ვინც მერე მიერთდება. ხო, დაგელოდებით. 1-2 კაცი გამოჩნდით და დავიწყებ. განსაკუთრებით მამაკაცებო, დედაკაცებო, ყველანი მოდით. ძალიან კაი მოთმინების უნარით არ გამოვირჩევი და ამიტომაც ეხლა ვდგები და დავიწყებ და ვინც გვიან შემომიერთდებით საკუთარ თავებს დააბრალეთ, რომ ვერ გაიგებთ იმ დიდ ჭეშმარიტებებსა და სიბრძნებს, რასაც დავაფრქვე. ეს ცოტა ხუმრობით, ცოტა სიმართლეც ურევია. იცოდე, ნელი ინტერნეტი გაქვს, აბა Wi-Fi-ზე გადავიდე, აი ასე. ესე იგი დღევანდელი თემა იქნება, რაც მე შემიმჩნევია და მომისმენია ქალებისგან, რა გავრცელებულ შეცდომებს უშვებენ კაცები ხოლმე ქალებთან კომუნიკაციის დროს. ვფიქრობ, რელევანტური თემაა, მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ ეპიდემიასავით არის მოდებული ეს ინცელობა, ინცელი არ ვიცი თუ იცით ეგეთი ტერმინი, ეგ არის არანებაყოფლობით მარტომყოფი ადამიანი, ანუ ადამიანი, ვისაც მეწყვილე არ ყავს, სექსუალური, ასე თქვა, პარტნიორი თუ შეყვარებული არ ყავს, ოღონდ ეს მისი ნებით არ ხდება, უბრალოდ არ გამოსდის, რომ ყავდეს მეორე ნახევარი ან შეყვარებული ან სექსუალური პარტნიორი, რაც გნებად დაარქვით. და ეს ინცელობის საკითხი საკმაოდ გავრცელდა მთელ მსოფლიოში. მეორე მხარეს არის ხალხი, ვინც დარწმუნებულია, რომ ქალები ძალიან მერკანტილური ტიპები არიან და მხოლოდ ოქროს და მხოლოდ მანქანებს და ასე შემდეგ ეძებენ. საერთოდ გავრცელებული რწმენების პრობლემა ის არის, რომ 100%-ზე ვრცელდება და ამ დროს ადამიანს ემინდება მხედველობა, რომ დაინახოს ის ხალხი, ვინც ასე არ არის, ანუ ფაქტობრივად თვითდაპროგრამება მიდის და ესეც უშლის ხელს. ეს ახლა გლობალური სტატისტიკა იმისა, რომ ინცელობა, ასე ვთქვათ, იზრდება და ინცელები უკვე ქალებიც გამოჩნდნენ ამასობაში. იყვნენ ინცელი კაცები თავიდან, უფრო დიდი რაოდენობით, ახლა ნელ-ნელა ინცელი ქალებიც გამოჩნდნენ, ანუ ქალები, ვისაც უნდა რომ ყავდეს შეყვარებული პარტნიორი და ასე შემდეგ და არ გამოსდით. რაღაცა ხდება აქ. ეხლა 1-2 кейსი ესეთი ყოველთვის იყო მსოფლიოში, თუმცა დღეს ძალიან მასშტაბურია და ძალიან ბევრი იწერება ამის შესახებ და ჩემს სფეროშიც, ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში ეს საკმაოდ ისეთი მწვავე საკითხია. თერაპიაზე მომართვაც ხშირად ხდება ზუსტად ურთიერთობის საკითხებზე. არსებობს იქ ცალკე წყვილების თერაპია, ცნობილია სტატისტიკა, რომ თქვათ გაყრის შემთხვევები ბევრად მეტია ვიდრე ადრე იყო. იმ დღეს ვნახე სტატისტიკა, რამდენად მართალია ვეღარ მოვასწარი გადამოწმება, მაგრამ მგონი სანდოწყაროდან მოვისმინე, საერთოდ არასანდოწყაროები არ მაქვს. თითქმის გამოწერილი არსად, რომ გაყრის ინიციატორები თურმე 80% შემთხვევაში ქალები ყოფილან. ესეც საინტერესო სტატისტიკაა, ხო? ეხლა უკვე პირდაპირ დავიწყებ ამ თემაზე საუბარს. დავწერე ურთიერთობის რჩევები კაცებს, იმიტომ რომ არ მინდოდა დამეწერა სათაური შეცდომები, რასაც კაცები უშვებენ. თუმცა დღეს მაინც ვფიქრობ, რომ რამდენიმე ესეთი გავრცელებული შეცდომა აღწერო, რასაც კაცები ქალთან ურთიერთობაში უშვებენ და ამის გამო მერე არ გამოდის მათ შორის ურთიერთობა. არადა ეს ყველაფერი საკმაოდ არ ვიცი, ტრაგიკულიც კია, იმიტომ რომ ორივე სქესს უნდა ერთად ყოფნა და უნდა ურთიერთობა, ხო, ეს კოდია ჩვენს სხეულში, პირდაპირ ბუნებისაგან მოცემული კოდი და სამწუხაროა, როცა ეს არ გამოდის. ეხლა მე რას დავკვირვები ვარ? უნდა მოვიშველიო ეხლა ფროიდი, აქ და ვთქვა, რომ ადამიანის პირველი სიყვარული და პირველი ურთიერთობა არის მშობელი. რა თქმა უნდა, აქ ინცესტზე ლაპარაკი ზედმეტია, საუბარია ემოციურად, ფსიქოემოციურად, პირველი საპირისპირო სქესის ადამიანი, ვისაც ადამიანი გაიცნობს, როდესაც იბადება და მისი ბავშვობა მიმდინარეობს, არის მშობელი. რა ურთიერთობები იყო ჩამოყალიბებული მშობელთან, ეს გვაკუთხედია, რაც მერე განსაზღვრავს როგორ აწარმოებს ურთიერთობებს ადამიანი. ეს არც კი ცნობიერდება არ არის საჭირო, პირდაპირ დასწავლილია ხოლმე და ავტომატურად მექანიკურად მეორდება. რაღაცა ეტაპზე ესეთი გამეორებები მუშაობს.
თუმცა აღსანიშნავია, რომ აი პატარა ასაკში კი კოდირებულია ეს ყველაფერი, მაგრამ ადამიანს პატარა ასაკში ახასიათებს სპონტანურობა. ასევე ადამიანი პატარა ასაკში გულისხმობს აი გარდატეხის ასაკს, ბავშვობას და მერეც ესე თქვა 22-23 წლამდე ეს მაქსიმუმ ვამბობ, საკმაოდ კარგად არის დაკავშირებული თავის ინსტინქტებს. და საერთოდ ინსტინქტები ისეა მოწყობილი, რომ ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს. ეს პირდაპირ ბუნების კანონია. და ამ ინსტინქტების საფუძველზე, რაც საკმაოდ მყარი საფუძველია, იქმნება ოჯახები, ყალიბდება ურთიერთობები, ჩნდებიან ბავშვები. და ეს არის, მე ვფიქრობ, ასაკი, სადაც ეს ყველაფერი არის ადვილი. სადღაც 16-დან 22-23 წლამდე ადამიანებს ჯერ არა აქვთ იმხელა ფსიქიკური, ასე ვთქვათ, ნაგავი დაგროვილი, რაც მათ ურთიერთობებს ხელს შეუშლიდა და ის რომ ადამიანი ძალიან კომუნიკაბელური არსებაა და ჭირდება ურთიერთობები, პირდაპირ ზედაპირზეა მოცემული, იქ არის თავქარიანობა ბჭყალებში, რომელიც რეალურად არის სპონტანურობა და რისკის უნარიანობა და მე დიდ ასაკში თავქარიანობას ეძახიან, იმიტომ რომ უფროსებმა ხომ უნდა გააკრიტიკონ ბავშვები და ახალგაზრდები და უფროსებს ხო ძალიან უჭირთ აღიარონ, რომ შეიძლება ახალგაზრდებში მეტი სიბრძნეა და მეტი ინსაიტია და მეტი ინფორმაციაა სამყაროს შესახებ. და პირიქით, რაც უფრო იზრდება ადამიანი, შეიძლება თავქარიანი აღარ არის კი არა, პირიქით შეიძლება ის მძიმდება იმ ნაგვიანი ინფორმაციით, რომელიც ამდენი წლის მანძილზე სხვადასხვა წყაროებით მოისმინა და გაითავისა და ეს შეიძლება სულაც არ არის სწავლა-განათლება და ეს არის პირიქით შეიძლება ადამიანის დაბინძურება და ასე ვთქვათ დანაგვიანება, რაც მერე ხელს უშლის ურთიერთობებს. ერთი მხრივ ესეა, ანუ პატარა ასაკში ადამიანების შეხვედრა იოლია, იმიტომ რომ ნაკლებია ეს დაცვის მექანიზმებიც, ნაკლებია რისკის უუნარობა, მეტია ბჭყალებში თავქარიანობა და ასე შემდეგ, თუმცა ერთი ასე ვთქვათ სირთულე, რაც ამას ამ ყველაფერს ახასიათებს, არის რომ ამ ასაკში, რაც მე ხა აღწერე, შეხვედრა ადვილია, თუმცა იმ საფუძვლის ქონა და იმ სიმყარის შემოტანა ურთიერთობაში, რომ პიროვნული საზღვები იქნას დაცული, პატივისცემა იქნას, ანუ ცნობიერებაც ჩაერთოს, არის ძალიან რთული. ანუ პატარა ასაკში ადამიანები ხვდებიან ინსტინქტებისა და მათი ბუნებრივი მოცემულობის ხარჯზე, რაც მაგ ასაკში კმარა რომ შეხვდნენ, მაგრამ არ კმარა მერე რომ შექმნან ისეთი საფუძველი, რაც ამ ურთიერთობას ხანგრძლივ დროში აქცევს კრეატიულ პროცესად და არა პირობითად ციხეთ, ან რაღაც არეულობად და ქაოსად, ან დამამცირებელ კონტაქტად და ასე შემდეგ. ხო, ანუ პატარა ასაკს დიდად არ ვეხები რა, ეხლა მე რასაც ვისაუბრებ, დაახლოებით 22-23 წლიდან დასწავლილი ქცევის პატერნებია, დღეს ვისაუბრებ კაცებზე, თუ რას სწავლობენ ისინი თავის დაუნებურად და ხვალ შევეცდები იგივენაირად მიუდგე და ქალებზეც ვისაუბრო, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ ხვდება, იქ მხოლოდ ერთის საკითხი ვერასდროს იქნება. ორივე ადამიანი მონაწილეობს ურთიერთობაში და არ არსებობს ეს ცალმხრივი პასუხისმგებლობის ქონა. ხო, ეხლა მშობლებზე ისევ რა კი დავიწყე, მაქედანვე გავაგრძელებ, რომ რაღაცა კონტაქტის ენა ქონდა მშობელს ჩვენთან, საპირისპირო სქესის მშობელს და ასევე ჩვენივე სქესის მშობელს, რომელიც ჩვენ გაუცნობიერებლად ვისწავლეთ და ეს ჩვენთვის გახდა ისე რომ ამაზე არ გადახარშულა ეს, იმიტომ პიროვნება ჯერ არ არის ბავშვობაში მომწიფებული, ეს გადაიქცა ჩვენი სიყვარულის ენად ბჭყალებში. ეხლა რანაირი ტოქსიკური არ უნდა ყოფილიყო მშობლის ურთიერთობა ბავშვთან და ერთმანეთში ურთიერთობა ეს ცოლ-ქმარი როგორ ურთიერთობდა, როცა შვილი იქ იყო და ესწრებოდა მათ ურთიერთობას, ნებისმიერ ვარიანტში ეს სიყვარულის ენად იქნება აღქმული ბავშვის მხრიდან. იმიტომ რომ ბავშვი თავისი უძლურებიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ის არ არის დამოუკიდებელი არსება, იყვარებს ნებისმიერ ვარიანტში მშობელს დასაწყისში და კრიტიკული აზრი მშობლის მიმართ უჩნდება სადღაც 6 წლის ასაკიდან ზევით. პირველი 6 წელი ადამიანს უკრიტიკოთ უყვარს მშობელი, ესეთია, ისეთია, სულ ერთია და მისთვის ეს ხდება სიყვარულის ენა. და ეხლა რა შეიძლება იყოს ეს სიყვარულის ენა? ეს შეიძლება იყოს დამცირება. ეს შეიძლება იყოს მე შენ ურთიერთობა, სადაც შენ არის ობიექტი და საგანი და არა ცოცხალი ადამიანი.
ეს არის მომხმარებლური კულტურა, რომ აი რაში მჭირდება ეს და სხვა შორის სიტყვასაც გაიგებთ რა, იხმარა, რაღაცა გამოიყენა. აი ესეთი სიტყვები რომ მოდის აქ ჩანს კოდი, რომ ადამიანები ხანდახან სხვა ადამიანს საგნად აღიქვავენ, რომელიც შეიძლება გამოიყენო რა, იხმარო პირობითად. ეს შემთხვევით არ ამოდის ეს სიტყვა და ნუ ბავშვი უყურებს თქვათ ამ სიტუაციებს, ხშირად ბავშვის მიმართაც ესეთი კონტაქტია, რომ აი ბავშვი რაღაც საგანია, რომელსაც გარედან უნდა უთხრა რა გააკეთოს. გიორგი, ვერ აკავშირებ ხომ მშობელს და პარტნიორს. აი ცოტა ხანი მომისმინე კიდე და შეიძლება დააკავშირო. ხო და ეს ბავშვიც რაღაცა საგანია, რომელმაც უნდა ისწავლოს, უნდა, არ ვიცი, ცდილობიანი იყოს, გამარჯობა უნდა თქვას, ესქნას, ისქნას, რაღაცეებია მოთხოვნები მის მიმართ და თვითონ ბავშვს რა შინაგანი სამყარო აქვს, მას რა გაუხარდებოდა ან ეს სიამოვნებოდა, ეს მშობელმა უკეთ იცის. ნახე, ესეთი მდგომარეობა და ასევე მშობელი ხშირად, ნუ ეხლა ტოქსიკურ სიტუაციებს აღწერ, რა თქმა უნდა. აკონტროლებს ეს ბავშვი რომ საძესა წავიდა, მოვიდა, რა გააკეთა, ვისთან იმეგობრა და არ იმეგობრა, თუ ძალიან ტოქსიკურია ეს ყველაფერი. მშობელი ეჭვიანობს მეგობრებზე, რომ ის უფრო უყვარს თუ მე უფრო უყვარ ვარ და აი მეგობართან როა ეხლა დაუძახებ, რომ სახში ამოვიდეს, იმიტომ რომ ვინ ჩემი ფეხებია ის ვიღაცა მეგობარი, რა ვიცი, იქრას აკეთებს და ანუ აქ მაკონტროლირებელი ხდება მშობელი, ხო, დილიდან საღამომდე გაწერს ბავშვმა რა უნდა გააკეთოს ამ საათზე, ამაშრება იმ საათზე, იმაშრება და ეს ყველაფერი არის სიყვარულის ენა, ნახეთ. ბავშვის მხრიდან ესეა დანახული, რომ უყვარ ვარ ამას. ესე დაიმახსოვრა. იქ არ ვიცი, მამა არის, ან დედა არის ესეთი, ან ვთქვათ, მამა არის, რომელიც დედას ასე და ასე ექცევა და ეს ყველაფერი დაიმახსოვრა. და რო გაიზრდება, ანუ ძალიან ხშირად მე რაც მომისმენია და რაც მინახავს, მამაკაცები რო წერენ ხოლმე, აი ახალი გოგოს გაცნობა უნდათ და დღეს ეხა სოციქსელია, ხო? აი პირდაპირ ლექსივით შემიძლია გითხრათ, რას წერენ. და ქალები ეხა ვინც მისმენთ აქ, აი შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თუ გამოგიცდიათ ეს, რომ ეს მოგწერეს. ნუ გამარჯობა როგორ ხარ, კი ბატონო. ნუ რას ვიზავთ, ავიტანთ როგორმე ამას. გამარჯობა როგორ ხარ, კარგად შენ სად ხარ? ეს არის, არ ვიცი, მესამე კითხვა. სად ხარ? სად ცხოვრობ? ოკეი. ნუ თბილისში ცხოვრობ, საქართველოში ცხოვრობ. რა შვები? ესე შემდეგი კითხვა, რა შვები, რას აკეთებ? არ ვიცი, ყავას ვსვავ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. ესე რომ მელაპარაკება, მე უკვე ჩემი გამოცდილება, რომელიც ბავშვობაში მშობელთან მივიღე, ნუ ეს აბსოლუტურად სხვა რაღაცაა, ხო? მაგრამ ჩემი გამოცდილება და ჩვევა, რაც მშობლისგან მივიღე ბავშვობაში, რომ მაკონტროლებენ. რას ვსვამ, რას ვჭამ, სად ვარ, სად ვცხოვრობ, არ ვიცი, სად ვმუშაობ. აი ეს ყველაფერია, თუ დააკვირდებთ უფროსმა თაობამ დღემდე იცის, ესე ქუჩაში შეხვდები ტიპს, გვარი არ გახსოვს რა, მარტო სახელი იცი და მოვა, გამარჯობა, როგორ ხარ, კარგად შენ, რამდენი შვილი გყავს, კითხავს, მე სად მუშაობ? იქ მუშაობ, ხო? რატო უკეთესი სამსახური ვერ ნახე? ან როდის იწყებ მუშაობას? სად მუშაობ? ანუ როგორ გითხრათ, ინვაზიური, ანუ თუ ინტრუზიული ქვია, აღარ მახსოვს, შემოჭრილია რა პირდაპირ კითხვები, ანუ სად ცხოვრობ? ეს კითხვა არის საკმაოდ ისეთი, როგორ გითხრათ, აი ხა ვიღაცა უცხო ტიპი ამას რომ წერს, ცოტა უსიამოვნოა რა, რაში გაინტერესებს სად ცხოვრობ. და სხვათა შორის თბილისი არ კმარა ხოლმე, რაუბანში, რასთან ახლოს, მისამართი რა გაქვს, ანუ როგორ გითხრა რა, მე ცოტა მეშინია ხოლმე ეგეთ რაღაცას რომ წერენ და აქ ნახეთ ეხა რა იკვეთება. ადამიანი, რომელიც მწერს, ეგოცენტრულია ამ მომენტში. მას ერთი წამით ჩემს ტყავში არ უგძვნია თავი, რომ მე ქალი ვარ და რას ვიგრძნობდი, ესე რომ ჩამაცივდა ეხლა სად ცხოვრობ და ჩემი მისამართი რა არის და რა ვიცი მე, ხო? ფაქტიურად თხოვს, რომ გავამჟღავნო ისეთი ინფორმაცია, რასაც მე მხოლოდ ნდობის მერე, რომ ვენდობი ადამიანს, მე შეიძლება უთხრა ეს, რა თქმა უნდა. მაგრამ ადამიანს არ ვიცნობ, გამარჯობა, როგორ ხარ, სად ცხოვრობ თბილისში და უკვე მისამართს მთხოვს, ხო? ეს ძალიან ბევრი ქალისგან სმენია ესეთი რაღაც. ნუ რაუბანში და რაუბნელი ხარ და სად ცხოვრობ კონკრეტულად და ესეთი რაღაცეები.
და ანუ ამ ადამიანს და ეს არის ერთი მაგალითი, ესეთი კიდე ბევრი შემიძლია მოვიყვა. ანუ ვისთან ერთად ცხოვრობ და მარტო ცხოვრობ თუ არა და ქმარი ყავს თუ არ ყავს და რამდენი ხნის წინ გაეყარე და რა შეშვილებს რა ქვიათ. ანუ იმდენად ინტიმურ კითხვებს სვავს ეს ადამიანი. ახლა სექსუალურ ნაწილს მერე შევეხები. რომ მას ერთი წამი არ წარმოუდგენია ჩემ ტყავში თავი, არ უგძვნია, იმიტომ რომ მე მისთვის ვარ ობიექტი, საგანი, რომელიც, არ ვიცი, რაღაცა მისი, თქვათ, სხეულებრივი საჭიროებების დაკმაყოფილების საგნად შეიძლება ვიქცე. მე ან სხვა ქალი არ აქვს მნიშვნელობა. ეს აღიქვავს მას რა სჭირდება სხეულებრივად, რაც მშვენიერია, ძალიან კარგია, სამწუხაროდ ქალებში ეს ნაკლებია, ქალებს კულტურა ისე თრგუნავს, რომ ეს აღქმა ნაკლებია ხოლმე, სამაგიეროდ ქალები გადასარევად გრძნობენ სხვის ტყავში რა ხდება. აქ ანუ პირიქითა გვაქვს მოცემულობა რა, ქალის სირთულე არის ის, რომ საკუთარი იგრძნოს ხოლმე, მე ვინ ვარ რა მინდა და მე რა მჭირდება და ეს გააზიაროს ურთიერთობაში და კაცის სირთულე არის ხოლმე, რომ სხვა ადამიანიც აღიქვას. ის მას აღიქვავს ხოლმე ძალიან ხშირად ობიექტად. ესეც ისე მშობლებიდან გამომდინარე. და მე მოგიწოდებთ მამაკაცებს, რომ სხვის ტყავშიც წარმოიდგინოთ თავი. ეხლა ეს აქსიომა არ არის. არიან კაცები, ვისაც პირიქით სირთულე აქვს, რომ საკუთარი დაიცვას და სულ სხვის ტყავშია. ეს მაინდა-მაინც სქესზე არ არის მიბმული, მაგრამ მე ვამბობ, აი უმრავლესობასთან რა ხდება. ესე იგი, სხვის ტყავში ვერ წარმოუდგენია თავი და მისი საკუთარი საჭიროებები რაც არის და რაღაცა ავტომატური კითხვები თავში რაც ებადება, აი მოусმენია სადღაცა უნახია, რომ ვიღაცები აი ქუჩაში რო შეხვდებიან და რაღაც კითხვებს უსვამენ, სად მუშაობ და რატომ მუშაობ და ხელფასი რამდენი გაქვს და ეგეთი რაღაცეები, აი ამას იწერებიან და ეს არის ფლირტი, მეგობრებო. ოკეი, ანუ ეგოცენტრულობა ეს არის პირველი, სადაც ფეხს წამოდებენ ხოლმე კაცები ძალიან ხშირად, რომ ერთი წამი არ უფიქრიათ ქალის ტყავში ყოფნა როგორია. ეხლა შემდეგი კითხვა, რაც მე ძალიან ზეწოლით და იმათ მეჩვენება არის, როგორი კითხვა ეხლა გეტყვით. პირდაპირ შეიძლება გადავიდეს ეს მამაკაცი სექსუალურ თემაზე. ეხლა რას ნიშნავს ობიექტი მოცემულ სიტუაციაში? ობიექტი რას ნიშნავს იცი? რაღაცა საგანია, ჭიქა მჭირდება, მე ხა წავალ, იმიტომ რომ წყალი მწყურია, ჩავასხავ ამ ჭიქაში წყალს და დავლევ. და ჭიქა მართლა საგანია რა. მაგრამ ქალი და კაცი და ბავშვი და ცხოველიც საგანი არ არის. იმას თავისი აი ჭიქამ რო თქვას, რომ მე მირჩევნია, რომ სხვა ადამიანმა დალიოს ჩემგან და ეს ადამიანი არ მინდა რა. ხო ხდებით? ანუ ჭიქა ამას ვერ იზავს, საგანია. მაგრამ ცოცხალი ორგანიზმები ასე მადლობა და ცოცხალი ორგანიზმები ასე არ მუშაობენ. მათ საკუთარ ორი სამყაროს შეხვედრა ხდება რა. იმას თავისი საჭიროებები და სურვილები აქვს, ამას თავისი და ესენი არასდროს ერთმანეთს 100%-ით არ ემთხვევა. სანახავია წერტილები, რაშიც ვემთხვევით. განსხვავებები სულ იქნება. შეიძლება ორივე სქესს უნდა სექსი პირობითად, მაგრამ სხვადასხვანაირად, სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა წარმოსახვებით და ასე შემდეგ და ეს ინდივიდებს შორის 100%-იანი დამთხვევა ამაზე არ ხდება. ეს მოლოდინი თუ არსებობს, ხო, ეს ნიშნავს, რომ ჭიქად ვხედავ ვიღაცას. ჭიქა არ არის ის ცოცხალი ადამიანია, ღმერთმა უწყის იქ რა ხდება. ეს ეგოცენტრულობა პირველი, რაზეც ფეხს წამოკრავენ. ეხლა მე ჩემს პირად გამოცდილებაში მქონია ესეთი სიტუაცია. კი, დაკითხვები ქალებმაც იციან, კი, სამწუხაროდ არის. ეს დაკითხვები მოკლედ, ნახეთ, კითხვების დაყრა ადამიანზე, რანაირი კითხვებიც არ უნდა იყოს, ხო? ყოველთვის მოითხოვს, რომ თან დააკვირდე იქიდან რა მოდის. თუ შენ კითხვა დასვიდა იგრძენი, რომ შეიშმუშნა ადამიანი, ერთ ესეთ უტაქტო თუ მისთვის არასასიამოვნო კითხვას ყველა ადამიანი გადაიტანს, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რა კონტაქტი. მართლა გვინდა, ყველას გვინდა ერთმანეთთან ურთიერთობა. მაგრამ ერთს როგორმე გადაიტანს, მაგრამ თუ ამისი აღქმა არ გაქვს, რომ შენ რო კითხვა დასვი იქ, რაღაცა უსიამოვნება წამოვიდა, კიდე დასვავ კითხვას, კიდე და სანამ ის ადამიანი არ გეტყვის, რომ მოკეტე. იქამდე ვერ გაიგებ ამას. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ეგოცენტრულობიდან გამოსვლა და დაკვირვება, რომ აი რა ხდება იქ. და ამაზე როგორ გითხრათ, რა თქმა უნდა საკუთარ თავზე დაყრდნობა და ამ ინფორმაციის გადამუშავებაც, რომ იქით რა მოხდა მე ეს კითხვები რო დავსვი. ეს არის მოკლედ ერთი ნაწილი. ეხლა მეორე სირთულე, რასაც ძალიან ხშირად კაცები
ეჯახებიან. ხო, პირველი რჩევა, რავი, პირდაპირ ვიტყვი რა კი ამდენ ვისაუბრე და ალბათ ადვილია რომ დასკვნა გამოვიტანოთ, მაგრამ ვიტყვი მაინც რომ როდესაც ესაუბრები ქალს, ან კიდაც კაცს, მაგრამ უფრო ხშირად კაცების მხრიდან ხდება ეს, აღიქვი თავი როგორ იგზნო ამ ქალმა, დარჩი ამ ქალთან. შენ წარმოსახვებში კი ნუ წახვალ, რომ დედა რა ნაშაა და რა ლამაზია და ამასთან სექსი ესე მექნებოდა, ისე მექნებოდა. ეს არის ფანტაზიის სფერო. მე მესმის, რომ ეს შეიძლება გაჩნდეს, ადამიანურია. და შეხედე ამ ქალს, როცა ეკონტაქტები და კონკრეტულად მას დააკვირდი. მოусმინე, ეს ძალიან გავრცელებულია, რომ არ ისმენენ რა ითქვა. არც ერთი მხარე არ ისმენს ამას, სხვათა შორის ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ კაცები. ეხლა ნახეთ, ესეთი სიტუაცია იყო, რომ ერთხელ რამდენიმე წლის წინ ერთმა ბიჭმა მომწერა და ძალიან საინტერესოდ აეწყო ჩვენი ინტერნეტ კომუნიკაცია და ნუ რაღაცა პერიოდი პატარა ფლირტიც მქონდა ამ კაცთან ინტერნეტის დონეზე. მე ეს რეალობაში აღარ გადავიდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამიკვირდა რა, ხო და ვკითხე რაღაცები და ესეთი რამე მითხა, რომ იცი რაო, ძალიან ბევრ ქალთან მაქვს ფლირტიო, რა ვიცი, მას მე რაც მომწიფდიო და ძალიან აი ფაქტიურად არ არსებობს ქალიო, ვისაც მივწერო და ის მე ფლირტით არ დამიბრუნებს უკან პასუხსო და ვკითხე რომ აი როგორ ფიქრობ, როგორ ახერხებ მეთქი ამას. და იცი რა მითხრა, აი მე რასაც დავკვირვები ვარ, რომ კაცებიო როცა ქალთან ფლირტს ცდილობენო, მას უდგებიანო როგორც ქალს, რომ აი ეს რაღაც ქალია რა, ესე ცდილობენ მიდგომასო და მე უბრალოდ ველაპარაკებიო. არ მაინტერესებს ქალია, კაცია თუ რაღაც, ამას ცოტა ხანი ვივიწყებო და აი ჩვეულებრივად ველაპარაკებიო, როგორც ნებისმიერ ადამიანს დაველაპარაკებოდი ისეო. და აი ესე მეგობრულად, ასე ვთქვათ, და არა პირდაპირ ფლირტით და პირდაპირ იმით, რომ ქალია და მე კაცი ვარ და არიქა, ამითი შევდივარ კონტაქტშიო და მე ვფიქრობ არაჩვეულებრივი ჰინტია. უფრო საინტერესო თუ რატომ შეიძლება აღიქვნენ კაცები ქალებს საგნებად, ყველა ქალს აღიქვნენ თუ არა ასე და რატომ არა თუ არა. კი ბატონო, მაგასაც გიპასუხებთ ეხლავე. ხო, ანუ ეს ძალიან კარგი რჩევა, ასე ვთქვათ, არის, რომ ადამიანს რო ესაუბრები თავიდანვე სექსის ობიექტად კი არ აღიქვა, ან სიყვარულის ობიექტად, ან მე კაცი ვარ, შენ ქალი ხარ და ეს. უბრალოდ ილაპარაკე. შენ საერთოდ ლაპარაკი არ არის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ლაპარაკი მოიცავს ძალიან ბევრ რამეს რა, ვერ იქნება მხოლოდ სექსუალურ თემაზე, ძალიან მოსაწყენი გახდება, ძალიან. აი, თვითონ ლაპარაკი არის კულტურული მოვლენა, ხო, რაღაც ასე ვთქვათ, ბრჭყალებში წელსზევითა მოვლენა არის. ხო და წელსქვევითა ინსტინქტები თვითონაც მუშაობს, არ ჭირდება სიტყვებით ესე ლაპარაკი, რომ ეს ესეა, ეს ისეა და მე სექსი მინდა, ისედაც გასაგებია ეგ, რა ვიცი და საერთოდ რო არ ითქვას ვის რა უნდა სექსუალური კუთხით, ჩვენი სხეულები ისე მოწყობილი, მაინც ყველაფერი გაირღვევა. ენდეთ მაგ ნაწილში რა. ხო, ასე რომ უბრალოდ დალაპარაკება იმაზე ფიქრის გარეშე და იმ პრიზმის გარეშე, რომ ეს ქალია და არიქა მე ახლა ამ ქალმა უნდა ჰომი ითხრას და უნდა შევხვდეთ და სექსი გქონდეს, აი ამას თუ ცოტა გვერდზე გადასვავთ ცოტა ხანი და უბრალოდ დაელაპარაკებით, რა ვიცი, ეგ შეიძლება. კაცები ქალებს საგნებად არ აღიქვამენ, ეს თავად ქალებს გამოჰყავთ ხოლმე თავის საგნებად. ხო, ამ საკითხზეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ეს ნაწილიც არსებობს, მე როგორც წეღან თქვი, რაც ხდება ორ ადამიანს შორის, მხოლოდ ერთ მხარეს არ არის პასუხისგებლობა. უბრალოდ დღეს კაცებთან მაქვს მიმართვა, რომ აი მათ როგორ გადართონ ურთიერთობა, არა ესე, რომ მე შენ საგანი, არამედ მე შენ პიროვნებად აქციონ. აი ამას ვცდილობ, თორე ეხლა ვიტყვი მაგასაც, როგორ ხდება, რომ თვითონ ქალები აღიქვამენ თავს საგნებად. ესეც რა თქმა უნდა ხდება და ურთიერთობაში თითქოს გიბიძგებენ, რომ მე საგანი ვარო რა. და ნახეთ როგორ ხდება. ამას უპასუხებ და მე ჰანდალფის კითხვას. ნახეთ როგორ ხდება ეს. ბავშვობაში როგორც უკვე თქვი, ბავშვი რო დაიბადება, ნახეთ როგორია, ვერც დადის, ვერც ლაპარაკობს, როგორ გითხრათ, ყალიბდება რა, ჩამოყალიბების პროცესში და რეალურად თავიდან რა ხდება, ესე საგანივით უჭირავთ და მიაქვთ, მოაქვთ ეს ბავშვი. იქ აჭამეს, იმკითხავეს, რომ ხო არ შია და ნუ ალბათ შია და აჭამეს და ნუ შეჭამა რა. ან ტირის ეხა და მკითხაობს ოჯახი, რომ აი რატო ტირის.
ეს კარგი ინსტინქტი თუ აქვს დედას, რამდენიმე დღეში კი არა, აი რამდენიმე საათშიც კი ხვდება ბავშვი რატო ტირის. მაგრამ შეიძლება არ აქვს ესეთი კაი ინსტინქტი და ნუ მკითხაობს რა, რაღაც პერიოდი მკითხაობს, რომ აი იტირა, იმიტომ რომ ტკივა, თუ შია, თუ წყურია, თუ რა ხდება ამის თავს. ანუ ფაქტიურად ახალშობილი ბავშვი საგანივით არის მოცემული. წავიღეთ, დავბანეთ, გავრეცხეთ ეს ბავშვი, მოვიყვანეთ, ჩავაწვინეთ, პამპერსი იმას ქვენით, ჩავაცვით, ანუ ის აბსოლუტურად არ მონაწილეობს. ნახე, ჭიქასავით არის. რა თქმა უნდა, მონაწილეობს. რეალურად ის რო ტირის, ის რო გურგითხა იღიმება, მერე როცა ძუძუს მოწოვს პირობითა, თვითონ ძუძუს წოვის დროს რო ბედნიერია და დედაც გრძნობს ამას და ნუ მონაწილეობს, რა თქმა უნდა, ის ცოცხალი udახვეწილესი ორგანიზმია, მაგრამ ადვილია მასთან მიმართებით, რომ წარმოვიდგინოთ, რომ საგანია. ძალიან ადვილია, წავიყვანე ბავშვი, წამოვიყვანე, ესე იტყვიან. ბავშვი წავიყვანე სკოლაში. აბა ეხლა მითხარით დასრულ ადამიანზე რამდენად ხშირად შეიძლება ამის თქმა, ხო, მაგრამ არის ხოლმე. ხო და აი ეს საგნობრივი მიდგომა ხანდახან ქალს, გინდა კაცს ჩარჩება და ითხოვს ამას, რომ საგანივით მოექცენ. ნახე, არჩინეს ბატონო, გაასეირნეს, აჭამეს, არ ვიცი, რესტორანში წაიყვანეს, წამოიყვანეს, დასასვენებლად წაიყვანეს, წამოიყვანეს. რაღაცნაირი სიტყვაა, ნახე, ქმარმა წამიყვანა, არ ვიცი, კრუიზში, წამიყვანა. არ ვიცი, ხო, ნახეთ, როგორი მე პასიური ვარ, რაღაცა ჩემთვის ვარ და აი ეს კაცი მოვიდა, ესე მომკიდა ხელი, ამიყვანა ესე და წამიყვანა. გადამდო, ეხლა გადმომდო ისევ, მერე ექიმთან წამიყვანა. მერე არ ვიცი, გასართობად წამიყვანა, წამომიყვანა, შემომიყვანა სახლში, გამომიყვანა სახლიდან. არ ვიცი, ხვდებით ხო? ანუ და მე სადღაცა მგონია, რომ აქ ეს კაცი მე კარგად მეკცევა და უყვარვარ, იმიტომ რომ საგანივით ესე ამიღებს, წამიღებს, წამომიღებს, მარჩინა. აი ესე და კულტურაც מחალისებს, რომ მე ახლა ესეთი კაცი უნდა ვიშოვო, რომელიც წამიყვანს და წამომიყვანს და ამ შემთხვევაში თავს საგნად განვიცდი. მაგრამ როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს თავისი ფასი და საფასური. ხო, გენდერი არ უნდა იყოს პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ლაშა, თუმცა ხდება ხოლმე. ძალიან ბევრი რაღაც ისეთი ხდება პრიორიტეტი, რაც არ უნდა იყოს. კარგი, ეხლა რატომ შეიძლება აღიქვამენ კაცები ქალებს საგნებად? ყველა ქალს აღიქვამენ თუ არა, ასე და რატომ? ეხლა ნახეთ, ერთის მხრივ ისეა, რომ ყველა ქალს რა თქმა უნდა არ აღიქვამენ საგნად, თუ ქალმა ეხლა თქვა, რომ მოდი ერთად წავიდეთ სადღაც, ეს სულ სხვა არის. ნახე, წამიყვანე თეატრში კი არა. აი, არაცნობიერი როგორ გვესაუბრება ადამიანებს, ნახეთ. თეატრში წამიყვანე რა, კინოში წამიყვანე, ეს არის, როდესაც მე ან ბავშვად განვიცდი თავს, ან საგნად განვიცდი თავს, უფრო რომ გავამკვეთრო და თუ მე ვიტყვი, რომ იცი რა, მოდი საღამოს თეატრში წავიდეთ, კინოში წავიდეთ, ეს სხვა არის. მაგრამ ეხლა აქ ისევ ძაღლის თავი სად არის? რომ კაცებიც მიჩვეულები არიანო, ქალი ბავშვივით თუ საგანივით არის მოწყობილი, კულტურიდან გამომდინარე და ვაიმე, ეს ქალი მძიმე ხასიათის არის, ნახე, რას მეუნება, ერთად წავიდეთ. ვაიმე, ვაიმე. ეხლა იქაც ეს ყველაფერი როგორც გითხარით, ეს სირთულე ერთად არის შექმნილი რა, მარტო ქალის ან მარტო კაცის გაკეთებული არ არის. ქალმა თუ გამოამჟღავნა, რომ პიროვნებაა და საგანი არ არის და ეს მკაფიო დაჩვენა მამაკაცს, ხო? იმ მამაკაცს ეშინია, იმიტომ რომ გაიხედო 90% საგნად არის ქცეული ჩვენი კულტურისგან და აქ რა მოხდა ეხლა ღმერთო ჩემ მიზიდულობა არის ამ დროს, მაგრამ იქ მოდის რომ ვაიმე ეს ფემინისტია თუ არ ვიცი ის არის რას გააკეთებს, როგორ მოიქცევა, ჩემამდე რამდენი კაცი ყავდა, არ ყავდა და ესეთი შიშები მოსდის რა. იმიტომ რომ ნუ უცხოა ეს, რომ ქალი იყოს დამოუკიდებელი და მყარი საკუთარ თავში. ჭიქებზე ვიწყებ ღელვას. ხო, ეხლა ნახე, აქ არის მეორე უკიდურესობა და ისევ დაუბრუნდები იქ, რო გითხარით, რომ ონლაინ ფლირტში კარგი იყო მამაკაცი, თუმცა რეალობაში ვერ გადმოვიდა. ნახეთ რა არის ამ პოლუსში გაჭედვა, რომ მე ვიყო სხვის მიმართ. რომ აი ის როგორ გზნობს ჩემთან თავს და ის ძალიან ადამიანად აღვიქვა და ეს კიდე მეორე პრობლემას იწვევს კაცებში. ესეთიც არის. და აი თუ გსმენიათ მადონას
კომპლექსი ქვია, სადაც ქალი ძალიან ზეაღმატებულად არის წარმოდგენილი ფსიქიკის მიერ და ამ შემთხვევაში მამაკაცი მოქმედებაზე ვერ გადადის. რჩება პრეკონტაქტის ფაზა ქვია ამას ფსიქოლოგიაში. განაწყო ყველაფერი, მოამზადა, იმიტომ რომ მქონდა ემოციური ინტელექტი, რომ შეეგრძნო იქით რა ხდება და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეს მხრივ მოქმედებაზე გადასვლა აქ ძალიან ჭირს, იმიტომ რომ შესაძლოა ეს ქალი უკვე ის კი არ არის, რომ მე მის ტყავში აღვიქვავ თავს და ხვდები მიახლოებით იქ რა ხდება. არა, აქ უკვე ის არის, რომ ის როგორ გრძნობს თავს არის იმდენად პრიორიტეტული, რომ მე ხელფეხი შემეკრა. აღარ ვიცი რა გავაკეთო რა. აი თუ გიგრძნიათ შეიძლება პატარა ასაკში გიგრძნიათ ეგ მშობელთან თუ ძალიან გიყვარს და ის ან გულნატკენია, ან ტირის, ან რა ვიცი გაფრაზებულია შენზე, ან ნაწყენია, შეიძლება შენ შიგნიდან არ გრძნობდე თავს დამნაშავედ და ფიქრობდე, რომ პირიქით მშობელმა დაგიშავა რაღაც, მაგრამ წახვალ და ბოდიშ სიხდი. იმიტომ რომ ის იმდენად ძვირფასია და ის იმდენად გიყვარს, რომ აი უკვე აღმატებულია რა ყველანაირად და ვერ უძლებს შინაგანად ბავშვი, რომ არ წავიდეს და ბოდიში არ მოიხადოს, მაშინაც კი როცა ართulis რომ დააშავა. ართulis ამას შინაგანად პირიქით არის, მაგრამ შეიძლება დაჟე დაიჯეროს რომ დააშავა, იმდენად მშობელი აღმატებულ ხარისხში არის დანახული და ესეთი ფოკუსი ბრჭყალებში თუ გამოგვიხტუნა ჩვენმა ფსიქიკამ და გინდა ქალში, გინდა კაცში თუ ესეთი პიედესტალი წარმოიდგინა, იქ ურთიერთობა არ გამოვა. იმიტომ რომ წყვილებს შორის ურთიერთობა არ არის არც ის, რომ მე ვარ პიროვნება და შენ ხარ საგანი და ეს არის ძალიან მძიმე გამოცდილება, გინდა ქალისთვის, გინდა კაცისთვის. სხვა შორის კაცებსაც გამოუცდიათ ეს. როდესაც ქალი მხოლოდ სხვადასხვა გამოცდილებების მერე ფორმირდება ისე, რომ კაცის პიროვნებას ვეღარ ხედავ, არ ჭირდება. პიროვნება, ასე ვთქვათ, შეგიძლია უზდელურად რო ვთქვათ, შეინახო შენთვის რა. სხვა სიტყვებიც მახსენდება. შენ ფული მოიტანე ოჯახში და შემოიტანე რაც საჭიროა და შენ თავში ქვა გიხლია, გინდა ეს ყოფილხარ, გინდა ეს. ნახე, აქაც გასაგნება არის. საგანია ეს კაცი, რომელიც არ ვიცი ოჯახში ფულს შემოიტანს, ხო? ერთი ვარიანტი ეს არის, ხო? ტრაგიკულობის და მეორე არის, რომ ღმერთო ამ კაცის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, ამ ქალის გარეშე და ეს ქალი რო იღიმის, ცაიღიმის და როდესაც ტირის მე მინდა რომ მოუკვდე, რომ ოღონდ თუნდაც მოუკვდე, ოღონდ ამან გაიღიმოს და აღარ იტიროს და ჰაი და აი ესე არის ზევით აწეული ეს ქალია თუ კაცია, სულ ერთია და აქაც ურთიერთობა ვერ იქნება. ვერ იქნება, ხელფეხი მაქვს შეკრული. როდესაც ესე პიედესტალზე მყავს აყვანილი ადამიანი, ხო? ხო და იქ როდესაც დამცირებული მყავს ადამიანი და საგნად გასაგნებული მყავს ჩემს ფსიქიკაში, შეიძლება იყოს ურთიერთობა, მაგრამ არ იქნება ეს ურთიერთობა სიამოვნების მომტანი. ეხლა თუ დააკვირდებით, მე რეებსაც ვლაპარაკობ თვითონ სექსუალური კუთხით ადამიანებს შორის. სხვადასხვა ფანტაზიები და თამაშებით ხორციელდება ხოლმე. ესეთი ტიპის თამაშები, რომ ვიღაცა აღმატებულია და ვიღაცა პატარა, მაგალითად, რაღაც ესეთი ფანტაზია ძალიან გავრცელებული, რომ მასწავლებელი მოსწავლეს შორის რო არის სექსუალური კონტაქტი, ხო? ნახეთ, მასწავლებელი ამაღლებულია და ეს მოსწავლე კიდე დამცირებული და ასე შემდეგ. რა ხდება აქ? რა ხდება და ჩვენ არაცნობიერ ფსიქიკაში სექსუალური კონტაქტის დროს ხანდახან ბავშვობის მოგონებები ცოცხლდება, ბავშვობის იმპულსები. როგორც გითხარით, ეს სიყვარულის ენა, რომელიც ჩვენ მაშინ ვისწავლეთ და იყო იქ გასაგნება, იყო იქ ერთი მხარე ძალიან სუსტი და მეორე ძალიან აღმატებული და ასე შემდეგ. ოღონდ ეს არის ფანტაზია. მანამ სანამ ეს ფანტაზია და თამაში მიმდინარეობს, ყველაფერი რიგზეა. და თუ ეს რეალობად არის უკვე ფსიქიკისგან აღქმული, რომ არ ვიცი ვიღაცა ქალი მადონაა ბრჭყალებში ან ვიღაცა კაცის გარეშე სუნთქვა მიჭირს, აი მან ურთიერთობა არ გამოვა. იმიტომ რომ რეალობაში შემოიჭრა ფანტაზია, ნახეთ და ეგ იგივეა, რომ ჭიქა ქვაბი მეგონოს პირობითად და ცდილობდე რომ მოხარშო იქ რაღაც და ეს ხო ჭიქაა. ანუ აღქმა ფანტაზიასა და რეალობას შორის კარგი ხაზის გავლება არის ძალიან სასარგებლო მოვლენა. იმისთვის რომ ურთიერთობა შედგეს. თუ არა და ფანტაზიებში ჩაკარგვის დროს, ძალიან დიდი კონფლიქტები, იმედგაცრუებები, ძიმე რაღაცები ხდება ხოლმე. ეგრეა კაცმა უნდა გააკეთოს ყოფილი, რადგან თუ არ გააკეთებს ქალის თვალში კაცმაც უნაა, ხო? ესეც დამამცირებელია, ნახე, კაცმაც უნაა.
ხო ზევიდან ქვევით არის. ხო, გამოცდილი მასწავლებელი ასწავლის, კი ბატონო. ანუ ეს კაცმაც უნაროა და ან ეს ქალი რომ არის აქეთკენ დამცირებული და ასე შემდეგ, ესეც ნახე ზევით ქვევით ურთიერთობა არის. ვიღაცა მაგარი ტიპია და ვიღაცა ბანძია, ხო? ეს არ არის ისეთი ურთიერთობა, სადაც ადამიანები შეძლებენ რომ იყვნენ კმაყოფილები და მოიპოვონ სიხარული და ააშენონ რაღაცა ლამაზი. სხვათა შორის მშობელი-შვილის ურთიერთობას რომ შევეხო ისევ, იქ რო არის ზედა-ქვედა დინამიკა, ეს თან ბუნებაა, ხო, ბავშვი მართლა პატარა არის. თუ დააკვირდებით, ეგ დინამიკა რითი სრულდება ყოველთვის, როდესაც ეს ჯანმრთელად მიმდინარეობს ეს ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მშობელის და შვილის განცალკევებით. ეს ურთიერთობა ზედა-ქვედა სრულდება იმით, რომ ეს სრულდება ეს ურთიერთობა, მშობელი და შვილი ერთმანეთს შორდებიან დროსთან ერთად და შვილი წავა თავის გზაზე. ეს არის ბუნების კანონი, ასე ვთქვათ, ხო? ბუნებამ როგორც დაადგინა და ესეც აჩვენებს, რომ ეს დინამიკა ზედა-ქვედა არ არის ის, რაც შექმნის რამეს, ააშენებს რამეს. ეს არის ის, რაც ძველია და რჩება წარსულში. და ურთიერთობებშიც ბიჭები ძალიან ხშირად უშვებენ ამ შეცდომას, ქალს აღიქვამენ ხოლმე ნივთად. ბევრი ქალის გამსმენია, რომ აი გეგონება ავეჯი ვარ. იქ მერე ხელს რომ მოაწერენ ხოლმე, მერე ექცევიან ცუდად. სანამ ხელს მოაწერენ, ყვავილებით დარბიან და რომ გაიფორმებენ, რომ всё ცოლია. მერე ესე წამოწვება და всё, ანუ გავიდა დამკავშირა, იყიდა ის რაც საყიდელი იყო და ეხლა დაწყნარდა ბჭყალებში, ესეც ძალიან ბევრჯერ მომისმენია. მერე იქ არის ხოლმე რომ რაღაც ქრისტიანული ქადაგებები აძლიერებს იმას, რომ საგნად აღიქვას ცოლი, იმიტომ რომ კაცი თავი ყოფილა და ქალი უნდა დაემორჩილოს თურმე და იქ რაღაც სიტყვა არ უნდა შეუბრუნოს და კაცის სიტყვა კანონი უნდა იყოს და იმდენ ნაგავსა ჩაატენიან ადამიანებს, რომ მათ შორის ძალით აბინძურებს პირდაპირ კულტურა ადამიანებს შორის კონტაქტს რა. ხო, ეს ორი პუნქტი, ესე იგი მთავარი, რაც თქვი, ერთი არის, რომ სხვის ტყავში წარმოიდგინო თავი, როდესაც ეკონტაქტები ქალს, იმიტომ რომ ეს შემიჩნევია, რომ რთულია კაცებისთვის და ფანტაზიებში კი არ გახვიდე და იმ გამოცდილებებში, რაც უკვე გამოსცადე შენი ცხოვრების მანძილზე, კი ისინი სიბრძნეს ატარებს, მაგრამ აი კონკრეტულად აი ამ ქალთან შედი კონტაქტში, მისით დაინტერესდი. დააკვირდი კითხვას, რომ უსვავ რას გრძნობს ამ დროს, ხო? და არა, აი ქალები ესე გრძნობენ და ესე ფიქრობენ და ქალები ესე არიან მოწყობილები. რაღაცა წესები არსებობს აქ. და კი ბატონო, გაითვალისწინე ეგ წესები, მაგრამ ქალები ესე არიან, ესე კი არ ეკონტაქტო. აი ამ კონკრეტულ ქალს დაეკონტაქტე. რა იცი რა ხდება იქ, ხო? ეს პირველი და მეორე, ურთიერთობის დასაწყისში, მე კაცი ვარ, შენ ქალი ხარ, დინამიკიდან კი არ ილაპარაკო, უბრალოდ ადამიანებს შორის დიალოგი აწარმოე. ის რომ კაცი ხარ და ის რომ ქალია, არ გაქრება არსად, ვერც გაქრება ეგა. ხო, აი განაღდება კი, ის ქორწინება არის განაღდება. ეს ორი საკითხი და ეხლა მესამე და ფინალური საკითხი, რაც მე შემიჩნევია, რომ კაცებს აქვთ ხოლმე ქალის მიმართ. ეს არის პასუხისგებლობის აღების უნარობა. ეს საერთოდ ნიშნავს, რომ ურთიერთობისთვის ადამიანი მთლად მზად არ არის. ეს არ აუშავს. ვიღაცები არ ვართ მზად ურთიერთობისთვის, დავამუშავებთ ამ საკითხს, გავივლით, შევხედავთ საკუთარ თავს აქედან იქიდან დავაკვირდებით და შევცვლით რაღაცებს და წავალთ წინ, მაგრამ რეალობაა რომ არიან ადამიანები, ვინც არ არის მზად ურთიერთობისთვის და ერთ-ერთი რასაც დავკვირვები ვარ, რასაც კაცები შეცდომას უშვებენ ქალთან ურთიერთობის დროს, არის ხოლმე რომ როგორ გითხრა, წინასწარ რაღაც ისევ საგანთან გვაქვს საქმე და ეხლა ნახეთ, აი საგანი, ხო? მე შევიძინე რაღაცა საგანი, არ ვიცი, თებში და გადავწყვიტე, რომ ამ თებშიდან ვაჭამო ჩემს ძაღლს. სხვა თებში შევიძინე და ამ თებშიდან გადავწყვიტე, რომ ვაჭამო ჩემს შვილს. და კიდე ერთი თებში შევიძინე, რომელსაც გადავწყვიტე, რომ მე შევჭამ ამ თებშიდან. შეიძლება თებში ვაჩუქე ჩემს მეგობარს, მივეცი. და მას გაუხარდა და ის თებშიდან ჭამს. ნახე და წინასწარ ვიცი, მე შეიძლება ძაღლისთვის მიცებული თებში უცებ ისე მოხდეს, რომ მომეწონოს და გავრეცხო კარგად და მევჭამო იქიდან. მაგრამ წინასწარ რაღაცნაირად, როგორ გითხრა, ვადგენ, რომელი თებში ვისთვის უნდა იყოს, იმიტომ რომ საგანია თებში.
და ეხლა რაც ცდილობენ ხოლმე მამაკაცები, მე რასაც დავკვირვები, რომ ურთიერთობაში მივლენ ქალთან და უფორმებენ კონტრაქტს, რომ იცი რა, აი შენ მე ცოლი მყავს და შენ საყვარელი უნდა იყო ჩემი. ან მაგალითად ესე გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ იცოდე რომ მე შენ ცოლად არ შეგირთავ. ან მოდი გქონდეს ურთიერთობა, მაგრამ სიყვარული ნუ გვექნება და ასე შემდეგ და ნუ რაღაც როგორ გითხრა ასეთ კონტრაქტებს აფორმებენ ხოლმე ქალებთან და ნუ ზოგი ადამიანი პროპაგანდიდან გამომდინარე რომ ასეთი ურთიერთობები რა მაგარია და რაც შეიძლება მეტი ქალი უნდა ყავდეს და ესეც ისევ ბევრი ჭიქა თუ გაქვს და ბევრი თებში მდიდარი ადამიანი ხარ ხო ესეთი მიდგომები და ზეწოლა გარემოდან წამოსული და ოკეი ესე ცხოვრობენ ოღონდ აქ არის ესეთი აცდენა რა ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ ასეთ ურთიერთობებში ადამიანები მაქსიმუმ ფანტაზიიდან წამოსულ სიამოვნებას იღებენ. ანუ შეიძლება ფანტაზია არსებობდეს, რომ აი ვიღაც უცხო ქალთან მქონდეს რამე ურთიერთობა და მე მივატოვო წავიდე და ეს მე სიამოვნება სადისტურად რა. ხო არის სადიზმი ადამიანში ვიცით. თუმცა ეს რაღაც ფანტაზიის სფეროდან ამოზრდილი ეგოცენტრული თუ ეგოისტური არც ვიცი რა დავარქვა ნარცისული სიამოვნებაა რაც ნიშნავს რომ ადამიანმა დამცირებები გამოიარა და ახლა სხვის დამცირებაში თავს ზემოდან გრძნობს და აი აქ იგრძნო რომ მაგარი როჟაა რა და ამას ქალებიც აკეთებენ შევაყარე თავი კაცს და ფეხებზე დავიკიდე პირობითად ხო რა მაგარი ქალი ვარ ეს არ არის ურთიერთობა საერთოდ აქ ეს ნარცისული სიამოვნება ძალიან ზედაპირული და წარმავალია და ჩვენი სხეულის საკვებად არ გამოდგება. გინდა სხეულის, გინდა სულის. ეს არ არის საკვები. ეს არის რაღაც ხელოვნური რაღაც ამბავი. აი როგორც საღეჭი რეზინი რო დაღეჭო და ტკბილია, მაგრამ კალორია იქ არ არის, ხო, ესეთი თემა არის და ამას სამწუხაროდ ტრავმა მიყენებული ადამიანები ახორციელებენ, ზოგი სადიზმს, ზოგი მაზოხიზმს და ესე უდგებიან ურთიერთობებს, რომ რაღაც კალკულაციებია, გეგონება თებში ვიყიდე და ნუ შეთანხმებას ვაკეთებ სიტყვიერად, სხვათა შორის. და ეხლა აქ მეორე მხარეს რა ხდება? მეორე მხარეს, ანუ ქალის მხარეს, რომელსაც უთხრეს, რომ არ ვიცი, ვინ საყვარელი უნდა იყო ჩემი თუ ნაშა თუ ცოლად არ შეგირთავ, ან შეგირთავ, თავიდანვე ზოგი ესე არის, რომ ეს ცოლად უნდა შეგირთო რა. თავიდანვე თუ ჩვენ ურთიერთობა გვექნება, შენ ჩემი ცოლი გახდები, არ ვიცი. აი ესეთი კონტრაქტები ну ადამიანს მოწონს რა თქმა უნდა მომავლის გაკონტროლება, მაგრამ ეს არ ხორციელდება და ეხა აქეთ ამ მხარეს ქალი რას ფიქრობს? რამდენიმე ვარიანტია და ყველა არის ტოქსიკური. ერთი ვარიანტია, რომ თქვათ ამ ქალს გულში ფიქრობს, რომ შენი ფიქრე ეგრე და მე შენ რო ასე და ესე ვიზავ და ესე და ესე შეგიყვარდები, მე ნახე რა იქნება და ხანდახან ხდება ეს. ხანდახან ესე ხდება. ზოგჯერ ესე არ ხდება და ძალიან გულნატკენები რჩებიან ადამიანები ორივე სხვათა შორის. ნუ ქალი გასაგებია რატო არის გულნატკენი და მეორე მხარეს კაცი რჩება გულნატკენი იმ გაგებით, ოღონდ რამდენად ამას აცნობიერებს ღმერთმა უწყის, რომ მას მთელი ამ ხნის ურთიერთობის მანძილზე არ ქონია ავთენტური გამოხატვის და ავთენტური შეხების არავითარი საშუალება და ნუ ფაქტიურად რა ვიცი, გასაბერი ქალი შეგიძლია გამოიწერო, უფრო კაია. ჩემი აზრით. აქაც გულნატკენი რჩება ადამიანი და იქითაც. იმიტომ რომ ფრუსტრაცია არის, როცა ადამიანთან არ გინდა ემოციურ და ფსიქიკურ ლეველზე და მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობაა და ეს სხვათა შორის პერლსი, რომელმაც გეშტალტ თერაპია დააფუძნა, ფრიც პერლსი ამბობდა, რომ ეს არის 20-21 საუკუნის ტაბუ. არ უნდა გიყვარდეს. ადრე იყო ტაბუ, რომ სექსი არ უნდა გქონდესო რა და ეხლა ახსნეს ტაბუ თითქოს. და სინამდვილეში ახალი ტაბუ გაჩნდა, რომ არ უნდა გიყვარდეს. და ნაჩვენი რაც გინდა გააკეთე და თუ არ გიყვარს და თუ ემოციურ რისკს ვერ წევ, მაგ შემთხვევაში სექსუალური დაკმაყოფილება არ მოდის. ეგ არის მითოსი. ფიზიკური განმუხტვა შეიძლება მოდიოდეს და ეგ განმუხტვა, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ბევრნაირად შეიძლება გაკეთდეს, მათ შორის გასაბერი ქალით ან კაცით. არ ვიცი თუ არის გასაბერი კაცი, სხვათა შორის საინტერესოა. ეს არის მესამე ძირითადი არასწორი მიდგომა, რასაც კაცები ახორციელებენ, ისევ გასაგნება მიდის. ხო, და აქ კიდე შემიძლია დავამატო ისიც, რომ აი ის კაცები, რომლებიც წეღარო აღწერე, თუ ისწავლის, რომ უბრალოდ ელაპარაკება ქალს რა, უბრალოდ კონტაქტში შედის. და ამითი კონტაქტის წრეს კრავს მასთან, რელაცია ქვია ამას.
უახლოვდება და მერე თავისით შეიძლება ამუშავდეს, შეიძლება კი არა ამუშავდება ქიმიური პროცესები ამ ადამიანებს შორის და მიზიდულობა გაჩნდება, ეს უნდა შეიგრძნონ. და აი მერე შეიძლება უკვე ურთიერთობაზე საუბარი რა. და გადასვლა. მაგრამ ძალიან ხშირად თუ ამ პოლუსშია მამაკაცი, ის კიდე მაგ მომენტს ვერ გძნობს. და რჩება ესე მარადიულად აი ამ რაღაც ადამიანურ კონტაქტში. ქალებიც ასე არიან ხოლმე ხანდახან და რაღაცა ესეთი მეგობრული კონტაქტი მიდის და არც ერთ მხარეს არ ყოფნის რისკი, ინიციატივა და კრეატივი, რომ გადადგას ნაბიჯი უკვე. მაშინ, როდესაც მომწიფდა ეს. ანუ მანდ ჩარჩენაც ხდება. ეს არის ძირითადად რაც მაქვს შემჩნეული. ახლა მე ამ ლაივში რა თქმა უნდა არ მილაპარაკია ძალადობაზე და ცემატყეპაზე და გინებაზე და ესეთ საშინელებებზე, იმიტომ რომ ეს არ არის შეცდომები, მეგობრებო, ეს არ არის ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები, ეს არის კრიმინალი, რომელიც დასჯადია კანონით, ძალიან დიდი განსხვავება შეცდომასა და კრიმინალს შორის. ხო და ამიტომაც ახლა ესეთ საკითხებს რა თქმა უნდა არ შევხებიო, ეს უკვე საერთოდ უკვე ფსიქოპათოლოგიის სფეროა, როდესაც ადამიანები ესე ცხოვრობენ ამ კანონზომიერებებით, რომ იქ ცემატყეპა ჩვეულებრივი ყოველდღიურობა შეიძლება იყოს. ამიტომ მაგ საკითხს მე აქ ახლა არ ვარჩევდი. მე ვარჩევდი მეტნაკლებად ცნობიერი და ჯანმრთელი ადამიანების შეცდომებს, რასაც უშვებენ ხოლმე ურთიერთობის დროს. ძირითადად კაცებზე მქონდა აქცენტი და ხვალ ქალებზეც ვისაუბრებ, ის გადასახედიც დანახული მაქვს, რა სირთულეა. და ეხლა რომ შევაჯამო, გეტყვით ასეთ რამეს. ზრდილობა და კონტაქტი, კომუნიკაცია, საუბარი არის არაჩვეულებრივი ადამიანებს შორის და სასიამოვნო. არ არის ეს მხოლოდ ის რაც ქალებს მოწონთ და სიამოვნებთ და კაცებს არ მოწონთ და არ სიამოვნებთ, ის რომ ბევრი ქალი უნდა ყავდეთ და არაფერი იგრძნოთ და ეგ მაგარი კაცები ხართ, სოციუმაში თაგაგონათ და არაფერი ამაში არ ყრია და მინდა გითხრათ რომ ძალიან ბევრი უდიდესი მამაკაცი ძალიან დიდი იმით ბიოგრაფიით იყო მონოგამიც კი, პოლიგამიასაც მე არაფერს ვერჩი, მაგრამ იყვნენ მონოგამი მამაკაცები, რომლებიც ძალიან კარგი კაცები იყვნენ და ისტორიას ახსოვს როგორც ძალიან დიდი პიროვნებები, სულ სხვაზე რო არავიზე წავიდე ნაპოლეონს ვიტყვი და არ დაგამცირებთ ის რომ ერთი ქალი გიყვარდეთ, ამაში დამცირება არ არის, უბრალოდ კულტურა გაჯერებთ, რომ რაც მეტ ქალთან იქნებით რომ ჩამოწეროთ ეს ესია, უფრო მაგარი კაცი ხარ და ამზე წოლის ქვეშ ბევრი ექცევით ძალიან წუხვარ. ამის გამო მეორე მხარეს რომ შევაჯამო ისევ არც ქალის ესე გაიდეალება და ცაში აწევა არ არის სწორი თქვენი მხრიდან, ეს კიდე ხელს უშლის ისევ იმას რომ შეხვდეთ ერთმანეთს და იყოთ თანასწორები, იმიტომ რომ ეს ურთიერთობა სწორფრობა, ქართულად არაჩვეულებრივი სიტყვაა, სწორფრობა არის და კიდევ მინდა გითხრათ რომ შეცდომების ტკივილის და რაღაც არასწორი გამოცდილებების თუ უსიამოვნო გამოცდილებების შიშით, ანუ მგლის შიშით ცხვარს წყვეტთ ხოლმე. რომ აიმე, აი ხა იმის თუ შემიყვარდება, მე რა მოხდება, მე ცოლად ხარ შევერთა, მე შვილი რო გვეყოლება და დაგვერხევა, ამიტომ ესე იქნება, ისე დამშვიდდით და ჩამობრუნდით დედამიწაზე, ღმერთმა უწყის რა იქნება მომავალში, შეიძლება არ ვიცი, ატომია აფეთქოს კაცობრიობამ და საერთოდ გაგვანადგურონ, ამიტომ აქ და ამჟამად რა ხდება, ამაზე კონცენტრირდით. ხო, ბევრ ქალთან ერთად უფრო საინტერესოა. კი ბატონო, მე გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ მე არ მომწონს, რომ ყველა ადამიანს ერთი და იგივე რწმენა აქვს ხოლმე ამ საკითხზე. ვფიქრობ, რომ ეგ გავლენის ნიშანია. შეიძლება იყოს ადამიანი და არიან ესეთები, ვინც პოლიგამია და ძალიან დიდ პატივს ცემ ამასაც, არ მაქვს პრობლემა. აბა, ლამაზ დღეს გისურვებთ, მეგობრებო.